მოგესალმებით. დღევანდელი ბრიფინგის თემა არის ეუთო ოდირის დასკვნა. თავდაპირველად მინდა გაგაცნოთ რამდენიმე პასაჟი ეუთო ოდირის დასკვნიდან. პირველი, მიუხედავად იმისა, რომ ხის მიცემის უფლება გარანტირებულია კონსტიტუციით, სხვადასხვა შეზღუდვები მაინც არსებობს. ასეთი შეზღუდვები ეწინააღმდეგება ეუთოს ვალდებულებების და საყოველთაო და თანაბარი საარჩევნო უფლების საერთაშორისო სტანდარტებს. მეორე, ამ არჩევნების წინ საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ მუქარის და ძალადობის გაზრდიმა რაოდენობამ გამოიწვია მნიშვნელოვანი შეშფოთება და შექმნა პრობლემები კომისიის წევრების დასახელებაში. მესამე, კამპანია ხშირად გამოირჩეოდა აგრესიულ, კონფრონტაციული და წამქეზებული რიტორიკით, მათ შორის პირადი თავდასხმებით. კამპანიის დროს იყო ძალადობის, მუქარის, აგრესიული ქცევის ფაქტები კამპანიის მონაწილეების, მედიის წარმომადგენლების და ამომრჩევლების მიმართ. მეოთხე, შემაშფოთებელია ჟურნალისტების დაშინებისა და შევიწროების მზარდი შემთხვევები, მათ შორის ძალადობა და მათზე პოლიციის მხრიდან თავდასხმა. მეხუთე, ოდირის წინა რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი არ იქნა გათვალისწინებული. ეს არის ამონარიდი ეუთო ოდირის დასკვნიდან, რომელიც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში 2024 წლის 5 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს. ახლა კი დაუბრუნდეთ საქართველოსთან დაკავშირებით ეუთო ოდირის დასკვნას და მინდა გაგაცნოთ საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო ოდირის მიერ მომზადებული საბოლოო ანგარიშის ძირითადი დასკვნები, რომლებიც როგორც მოსალოდნელი იყო, შეესაბამება ქართული ოცნების შეფასებებს და კონკურენტული და თავისუფალი არჩევნების კრიტერიუმებს. მნიშვნელოვანია, რომ ეუთო ოდირის მისიამ მზადყოფნას გამოთქვას ითანამშრომლ საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისთვის. უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ საბოლოო ანგარიში იმეორებს ეუთო ოდირის წინასწარი ანგარიშის ძირითად დასკვნას, რომ 26 ოქტომბერს ამომრჩევლებს ჰქონდა ფართო არჩევანი, ხოლო პოლიტიკურ პარტიებს შეეძლოთ კამპანიის თავისუფლად წარმოება. ხაზგასმულია, რომ კამპანია მიდიოდა მშვიდ გარემოში, ხოლო ძალადობის იზოლირებული შემთხვევების შესახებ ინფორმაცია მიიღეს როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციისგან. ანგარიში განსაკუთრებით შექებულია საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების კარგად ორგანიზებისა და ადმინისტრირებისთვის. CESCOM ეუთოს შექება დაიმსახურა არჩევნების შედეგების დროული გამოქვეყნებისთვისაც, ხოლო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ეფექტურად შედგენისთვის. ანგარიში ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნების დღეს უბნების 90%-ზე მეტში საარჩევნო პროცესის შეფასდა დადებითად, ხოლო ყველა 73-ვე საარჩევნო ოლქში საარჩევნო დოკუმენტაციის დამუშავება დადებითად იქნა ასევე შეფასებული. ანგარიში ასევე აღნიშნულია, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობამ ენერგიული სადამკვირვებლო გარემო შექმნა. ნიშანდობლივია, რომ ანგარიში გაკრიტიკებულია ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მცდელობა თავიანთი წარმომადგენლების საარჩევნო დამკვირვებლად წარმოედგინათ და შეეგზავნათ საარჩევნო უბნებზე, რაზეც როგორც გახსოვთ, ჩვენი კვლევაც მიუთითებდა, რომლითაც რადიკალ ოპოზიციასთან პირდაპირ დაკავშირებული 37 სადამკვირვებლო ორგანიზაცია ვამხილეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტიკა ანგარიშის მიხედვით ეთმობა საქართველოში შექმნილ პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს და მედია საშუალებების პოლიტიკურ მიკერძოებულებას. ანგარიშის მიხედვით ეუთოს შეშფოთებას იწვევს ტელევიზიების დაქვემდებარება პოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესებზე. ეუთო ხაზს უსვამს, რომ არჩევნების განმავლობაში ხდებოდა კომერციული ტელევიზიების გამოყენება პოლიტიკური პროპაგანდისთვის, რამაც დააზიანა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა და გააძლიერა დამაპირისპირებელი პოლიტიკური რიტორიკა. ანგარიში ხაზგასმულია, რომ ოპოზიციამ თავი აარიდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატებში მონაწილეობას. მისასალმებელია, რომ განსხვავებით სხვა დამკვირვებლებისგან, ეუთო ოდირის ანგარიში აისახა ჩვენს მიერ წამოჭრილი პრობლემა, როდესაც ოპოზიციის კუთვნილმა სამმა ტელევიზიამ კანონის დარღვევით არ მოგვცა მათ მედიაში უფასო სარეკლამო დროით სარგებლობის საშუალება და ჯამში 5 საათზე მეტი უფასო სარეკლამო დრო წაგვართვა. სამომავლოდ ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთ გზად ეუთო ოდირი გვთავაზობს, რომ შესაბამის მედიას დაკარგული სარეკლამო დროის თანხით კომპენსირება დაიკისროს. მნიშვნელოვანია, ეუთო ოდირის ანგარიში ხაზგასმულია საქართველოს წარმავალი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, რომელმაც როგორც ანგარიში წერია, აქტიური როლი შეასრულა საარჩევნო კამპანიაში, როდესაც ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართა წინასაარჩევნო კოალიციებისა და მთავრობის დაკომპლექტების თაობაზე, რითაც პოტენციურად გავიდა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ნეიტრალური არბიტრის მანდატიდან. ეს არის ციტატა
ოდირის დასკვნისგან. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ამ დარღვევაზე საჯაროდ მიუთითებდით, თუმცა ეუთო ოდირის გარდა არც ერთმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ეს ფაქტი საკუთარ ანგარიშში არ ასახა. ანგარიშში ასევე მოხდა ისვედის პარადოქსული ქცევა, რომელმაც უარი თქვა პარალელური დათვლის შედეგების გასაჯაროებაზე. შეგახსენებთ, რომ ამან ნიადაგი შეუქმნა ამობეჭდილ და ატვირთულ ოქმებს შორის სხვაობის შესახებ ცრუ ნარატივების გაგრძელებას. ჩვენ დღემდე ველოდებით ამ დოკუმენტების გამოქვეყნებას, გულისხმობ პარალელური დათვლის შედეგებს, მაგრამ უშედეგოდ. შეგახსენებთ, რომ არც ეს ფაქტი მოხდა სხვა დამკვირვებლების ანგარიშში. გასაკვირველია, როგორც ეუთო ოდირის ყველა სხვა ანგარიში და წეღან მოგიტანეთ მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ ამდენიმე კვირის წინ ჩატარებულ ანგარიშზე ეუთო ოდირის დასკვნა, არჩევნებზე ეუთო ოდირის დასკვნა, როგორც სხვა ანგარიში, ისე როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ ქვეყნებში, ის შეიცავს კრიტიკულ ასპექტებს და რეკომენდაციებს, რომლებზეც აუცილებლად გვექნება სადანათო რეაგირება. რადიკალური ოპოზიციის თითქმის ორთვიანი ისტერიის ფონზე ეუთო ოდირის ანგარიშის მთავარი დამსახურება მაინც ის არის, რომ მან საბოლოოდ ამხილა ოპოზიციის ცრუ ბრალდებები, რომლითაც ისინი უკვე 2 თვეა არჩევნების შედეგების გაყალბებულად გამოცხადებას ცდილობენ. ამიტომ მინდა წარმოგიდგინოთ ეუთო ოდირის მიერ მხილებული ის 5 მთავარი ტყუილი, რომელზეც რადიკალებმა საკუთარი რევოლუციური სცენარი ააგეს. პირველი ტყუილი ოპოზიციის მხრიდან. საზღვარგარეთ გაუხსნელი უბნები. სრულად დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, NGO-ების და სალომე ზურაბიშვილის ცრუ ნარატივი უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვის შესახებ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის ერთ-ერთი საბაბიც კი იყო. ამას გარდა შეგახსენებთ, რომ უცხოელთან კომუნიკაციისა სალომე ზურაბიშვილი ამ ბრალდებას საპარლამენტო არჩევნების შეუმდგარად გამოცხადებისთვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებდა. ამ ხმაურიანი ცრუ კამპანიის ფონზე მართლაც გამანადგურებელია მათთვის, რომ ეუთო ოდირს ეს საკითხი არათუ პრობლემურად, საერთოდ ნახსენებიც კი არ აქვს და ამით საბოლოო წერტილი დაუსვა საზღვარგარეთ ყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების ვითომ და შეზღუდვის შესახებ სპეკულაციას. მეორე, 300,000 გაყალბებული ხმის ცრუ ნარატივი. ეუთო ოდირის ანგარიში სრულად განადგურდა რადიკალური პარტიების, NGO-ების და სალომე ზურაბიშვილის ცრუ ბრალდება 300,000 ხმის გაყალბების შესახებ, რომელიც მათი ვერსიით არსაიდან გაჩნდა და ქართულმა ოცნებამ მიიწერა. არც პირდაპირ, არც ირიბად ამ ანგარიში რაიმე მსგავსი არც წერია და არც გამომდინარეობს. ერთი სიტყვითაც არ არის ნახსენები, რომ ან ხმის მიცემისას, ან ხმის დათვლისას, ან ოქმების შედგენისას რაიმე გაყალბებას, მანიპულაციას თუ ეგრეთ წოდებულ საარჩევნო კარუსელს ჰქონდა ადგილი. ამავე კონტექსტში გაბათილდა კიდევ ერთი ყალბი ნარატივი, როდესაც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მოსახლეობის რაოდენობის და ცესკოს მიერ დადგენილი ამომრჩევლების რაოდენობის ურთიერთ დადარებით ცდილობდნენ ემტკიცებინათ, რომ მოხდა არარსებული ამომრჩევლის ბიულეტენების ჩაყრა და მითიური 300,000 ხმის მიწერა. ეუთო ოდირმა დაადასტურა, რომ ამომრჩევლების სიის სიზუსტეთან დაკავშირებით რაიმე კითხვა არ არსებობს. მესამე, ერთი პირადობით 17-ჯერ მიცემული ხმა, რომელიც ქალბატონმა სალომემ საერთაშორისო დონეზე განაცხადა. სულად დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, NGO-ების და სალომე ზურაბიშვილის ყალბი ბრალდება თითქოს და რეგისტრაციის აპარატებში სიების დუბლირების და ერთი პირადობის მოწმობით 17-ჯერ ხმის მიცემის შესახებ. სიების დუბლირება გამოირიცხა ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნითაც და ეუთო ოდირის ანგარიშითაც. მეოთხე, რუსული სპეცოპერაცია. განადგურდა კიდევ ერთი სამარცხვინო ტყუილი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი რადიკალურ პარტიებთან და ზოგიერთ მათ მოკავშირე უცხოელ აქტორებთან ერთად ავრცელებდა არჩევნებში თითქოს და რუსეთის ჩარევის შესახებ. ეუთო ოდირმა არათუ დაადგინა, მას ეჭვის დონეზეც კი არ აქვს გამოთქმული რაიმე ვარაუდი არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით და ამით საბოლოოდ წერტილი დაუსვა ამ სამარცხვინო ტყუილს, რომელსაც ქალბატონი სალომე ავრცელებს. და მეხუთე, გაჟონილი მარკირება. ბოლო ხავსი, რომელსაც რადიკალური პარტიები, NGO-ები და სალომე ზურაბიშვილი არჩევნებიდან მეხუთე დღეს ჩაეჭიდნენ, იყო საარჩევნო ბიულეტენზე მარკირების მეორე მხარეს გაჟონვა.
შეგახსენებთ, რომ ამ საბაბით ისინი უბნების 90%-ის ბათილად ცნობას და ამით ახლად არჩეული პარლამენტის შეკრების ჩაშლას ცდილობდნენ. ეუთოდის ანგარიშის თანახმად მათ დაკვირვების 94%-ში მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა საერთოდ არ დაუფიქსირებიათ. დაკვირვების მხოლოდ 6%-ში მართალია დააფიქსირეს მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა, თუმცა მათი შეფასებით ამას მხოლოდ პოტენციურად შეეძლო ფარულობის დარღვევა და ხასუსვა, რომელსაც მხოლოდ პოტენციურად შეეძლო ფარულობის დარღვევა და არა რომლითაც ფარულობა დაირღვა. ამასთან ეუთოდი ფარულობის დარღვევის რისკის შემცველ მთავარ გარემოებად აბსოლუტურად სხვა საკითხებს ასახელებს. ესენია თავად ამომრჩევის მიერ ბიულეტენის არასწორად განთავსება, უბანზე ხალხის დიდი რაოდენობა, მათ შორის დამკვირვებლების დიდი რაოდენობა, უბნის შიდა პერიმეტრის მოწყობა და ასე შემდეგ. ასე რომ მითი ბიულეტენების მონიშნვის საყოველთაო გაჟონვის შესახებ საბოლოოდ დაიმსხვრა. ასე ერთი ანგარიში დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, NGO-ების, სალომე ზურაბიშვილის და მათი უცხოელი შემგულიანებლების 5 მთავარი ტყუილი, რომლითაც ისინი ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას და მილიონზე მეტი ამორჩევლისთვის ხმის წართმევას ცდილობდნენ. საზოგადოებას შევახსენებ, რომ არაფერი ახალი ამ ხალხის ხელწერაში არ არის. 2012 წლის შემდეგ ეს უკვე მერვე არჩევნებია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გაყალბებულად აცხადებს. საუბრობენ უპრეცედენტო გაყალბებაზე, ოღონდ იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე ჯამში 24,000 კომისიის წევრი ყავდა და ამდენივე წარმომადგენელი, საიდანაც მხოლოდ 9 ხასუსვამ, მხოლოდ 9 წევრმა დააფიქსირა განსხვავებული 24,000-დან მხოლოდ 9 წევრმა დააფიქსირა განსხვავებული აზრი საარჩევნო უბნის ოქმის შედგენისას. საუბრობენ უპრეცედენტო დარღვევებზე, ოღონდ იმ ფონზე, როდესაც საარჩევნო უბნებზე რეკორდული რაოდენობის 25,000 ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებელი იყო. შედეგად კი სულ 1200 საჩივარი დაიწერა, მაშინ, როდესაც 2020 წლის არჩევნებისას საჩივრების რაოდენობა 2000-ზე მეტი იყო. ანუ წელს 2020 წელთან შედარებით ნახევარი რაოდენობა საჩივრების დაიწერა. საუბრობენ უპრეცედენტო ძალადობაზე, ოღონდ იმ ფონზე, როცა 3111 უბანზე 2 მილიონზე მეტი ამომრჩევლის პირობებში სახალხო დამცველის ანგარიში სულ ძალადობის 13 ინციდენტი აღიწერა და ეუთოდინმა ამას იზოლირებული შემთხვევები დაარქვა. სწორედ ამიტომ არის, რომ როგორც წესი, როგორც წინა 7 შემთხვევაში, ახლაც რადიკალური ოპოზიციას საბოლოო ჯამში მოუწევს ქართველი ხალხის ნების აღიარება და დემოკრატიულ ჩარჩოებში დაბრუნება. დასანანი მხოლოდ ის არის, რომ ამასობაში გადის ძვირფასი დრო და ფუჭად იხარჯება ჩვენი ხალხის ენერგია და ემოციები, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინსვლას უნდა მოხმარდეს. ეუთოდის დასკვნა არის ის წყალგამყოფი, სადაც უნდა დასრულდეს ყველანაირი დამაზიანებელი სპეკულაცია არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ოპოზიციამ მიიღო ხელისუფლების ის წილი, მანდატების ის რაოდენობა, როგორც ეს ქართველმა ხალხმა ჩათვალა საჭიროდ. ასევე დროა შეწყდეს თავდასხმები უცხოეთიდან ქართული დემოკრატიის მისამართით და აღიარებული იქნეს ქართველი ხალხის ნება, რომელიც ერთადერთი ლეგიტიმური გზით არჩევნების საშუალებით გამოიხატა. დაბოლოს მინდა მადლობა გადაუხადო ეუთოდის დელეგაციას გაწეული მუშაობისთვის და არჩევნების საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებისთვის. რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლება სიღრმისეულად შეისწავლის მათ რეკომენდაციებს და გააგრძელებს ეუთოდთან თანამშრომლობას მომდევნო არჩევნების სათანადო დონეზე ჩასატარებლად. მადლობა. რა ჩვენა ოდირმა შტატებში? მე წეგან წაიკითხეთ ამონარიდი, მცირე ამონარიდი იმ დასკვნა, რომელიც შეეხება 2024 წლის არჩევნებს, გაიცანით 2021 წლის შუალედურ არჩევნებს, 2020 წლის არჩევნებს. თქვენ თუ შეხედავთ ეუთოდის დასკვნებს და მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით დასკვნებს შეადარებთ, ნახავთ თუ რამდენად მძიმე არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით მათი ცალკეული შეფასებები. მე აქ ამონარიდი წაგიკითხეთ, მაგალითად ძალადობასთან დაკავშირებით, რომელზეც ჩვენთან საუბრობენ ხოლმე, პირდაპირ წერია ეუთოდის ანგარიში არის სულ რამდენიმე კვირის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რომ კამპანია გამოირჩეოდა აგრესიული, კონფრონტაციული, წამქეზებული რიტორიკით და შემაშფოთებელია ჟურნალისტების დაშინებისა და შევიწროების მზარდი შემთხვევები, მათ შორის ძალადობა და მათზე პოლიციის მხრიდან თავდასხმა.
ეს წერია ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით ამ დასკვნაში და კიდე სხვა საკითხები. მათ შორის, როცა ვსაუბრობთ ჩვენ ელექტრონულ არჩევნებზე, შეგახსენებთ, რომ 2000 შუალედური არჩევნების დროს დასკვნაშიც იყო მითითებული ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით, რომ შტატების დიდ რაოდენობაში არ არსებობს ასე ვთქვათ, ქაღალდით მიდევნების შესაძლებლობა ამ ელექტრონულ ხმისმიცემის აპარატებზე. ჩვენთან იცით, რომ ბიულეტენები არის ქაღალდის სახით და შემდეგ ის ითვლება. ამერიკის შეერთებულ შტატებში, აი წინა ანგარიშს შევხედოთ, იყო შტატების დიდი რაოდენობა, სადაც ჩვეულებრივად მხოლოდ ელექტრონულად არის ასახული ეს არჩევანი, თან ისე, რომ აუდიტის ჩატარების შესაძლებლობაც კი არ ჰქონდათ. ანუ არანაირი შემდგომი გადამოწმება, აუდიტირება და მტკიცებულებები არ არსებობდა. ამის ფონზე, როდესაც საუბრობენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან მართლაც და გამორჩეულად კარგად ჩატარებულ არჩევნებზე, რაც შეეხება ელექტრონულ თვლელებს და ელექტრონულ რეგისტრატურებს, რა თქმა უნდა, ეს არასერიოზული არის. ამიტომ კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი არის, რომ მეოთხე ოდირის ანგარიშები წავიკითხოთ ზუსტად ამ კონტექსტში. ევროსაბჭოს გენერალური მდივანთან დაკავშირებითაც ვკითხავთ, ჩვენ გუშინ ვნახეთ მამათი გენერალური მდივნის გზავნილების შემდეგ ოპოზიციის შეურაცხმყოფელი განცხადებები, დამცინავი განცხადებები, თქვენი შეფასებით რამ გამოიწვია ოპოზიციის გაღიზიანება? სხვათაშორის ეს ძალიან კარგი მაგალითი არის ევროსაბჭოს გენდივნის სტუმრობა და რეაქცია, რომელიც შემდეგ ვნახეთ. მათ შორის თქვენ უნდა ნახოთ, მან გუშინ შემაჯამებელი ტვიტი დაწერა და უნდა ნახოთ ის სიძულვილის და მუქარის კორიანტელი, რომელიც მას კომენტარებში ტვიტერზე აქვს. პირდაპირ წარმოაჩინა სახე ქართულმა ოპოზიციამ და NGO სექტორმა ევროსაბჭოს მიმართ და შეიძლება ითქვას, რომ ევროპის დონეზე შეგვარცხინეს. მაგრამ კარგი მაგალითი არის ზუსტად ეს, რომ როგორ ყალიბდება ხოლმე აღქმები. მათ გუშინ, რაც გააკეთეს თუ ამ დღეებში, ჩვენ ვნახეთ, რომ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს დააბრალეს რამის კრემლთან კავშირი. და თავის მომხრეების ნაწილში ალბათ ეს აღქმა შექმნეს და ზუსტად ის სიძულვილი, რომელიც მის ტვიტებს მოჰყვა, ამის მანიშნებელია და ეს აისახება ხოლმე შემდეგ თავად მათ შორის ეუთო ოდრის დასკვნებში და ერთ პასაჟს წაგიკითხავთ კიდე ეუთო ოდრის დასკვნიდან, რომელიც საქართველოს ეხება, რომელსაც ცდილობენ, რომ თითქოს რაღაც სათავისოდ მოირგონ. საუბარია, რომ კამპანიის განმავლობაში კვლავ ფართოდ იყო გავრცელებული ცნობები ამორჩეველებზე, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულებზე განხორციელებული წნეხის შესახებ. ამ ცნობებთან ერთად არჩევნების დღეს ამორჩეველების აღრიცხვამ გააჩინა წუხილი, თუ რამდენად შეძლებდა ზოგიერთი ამორჩეველი შიშის გარეშე არჩევანის გაკეთებას. მთელი ეს აბზაცი, ორი წინადადება, არის აწყობილი იმ აღქმებზე, რომელიც იქმნებოდა ცნობების გამო. და ზუსტად ამას ხედავდი ჩვენ, რომ და ამაზე საუბრობდი მე კიდევაც, რომ იქმნებოდა საინფორმაციო ხმაური, რომელიც შემდეგ გავლენას მოახდენდა შემდეგ უნდა, რა თქმა უნდა, აისახება სხვადასხვა ანგარიშებში თუ სხვადასხვა ჯგუფების აღქმებში, რომ თითქოს იყო, ასე ვთქვათ, დაშინება ან ზეწოლა, მაგრამ კარგია, რომ ეუთო ოდირი ზუსტად ამას უსვავს ხაზს, რომ იყო ცნობები, თქვათ, ზეწოლასთან დაკავშირებით და თავად ეუთო ოდირი არც ერთ ადგილას არ ამტკიცებს, რომ ასეთი ფაქტები არსებობდა. თუმცა აი გუშინდელი ფაქტი და თუ ამ დღეებში გემდივნის სტუმრობა ზუსტად ასე აჩვენებს. ცარიელ ადგილზე როგორ ქმნიან ყალბ ნარატივებს, თითქოს ამ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელის პირდაპირ იმის გამო, რომ რაღაცა არ მოეწონათ მის რომელიღაც წინადადებაში, პირდაპირ გამოაცხადეს ლამის რუსეთის აგენტად. პირდაპირ ზოგიერთი მათი წარმომადგენელი ამას საუბრობდა, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობამ მიმართა ევროსაბჭოს იმისთვის, რომ რაღაც ასე ვთქვათ, განიხილოს ამ ადამიანის საკითხი. აი ასეთ აბსურდთან გვაქვს საუბარი, როდესაც ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მათ ნარატივში არ ჯდება, პირდაპირ ხდება მისი ასე ვთქვათ, სტიგმატიზება როგორც რუსეთის აგენტისა და მორჩა მე იმის შემდეგ იმის მიმართ ყველაფერი შეიძლება. აი ეს ზუსტად ის ბოლშევიზმი, ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც დღეს მათ შორის გარედან წაქეზებით საქართველოში არის. ამიტომ რაც შეეხება ამ დამოკიდებულებას გასაგებია, ხომ, რაც ხდება, ჩვენ საქმე გვაქვს რადიკალურ ჯგუფებთან, რომელიც სამწუხაროდ გარედან არიან მხარდამჭერები და ეხლა ვეკითხები მათ, რომელი პოლიტიკურ ჯგუფებშიც ისინი წევრიანდებიან და ვინც მათ ხელს ართმევს.
გვარამიას, დროას, ნაციონალ მოძრაობის თუ ლელოს თუ სხვა პარტიებს. აი ელჩებს, იმ უცხოელ პარლამენტარებს აქ რო ჩამოდიან და ჩახუტებაში რო არიან ამ რადიკალებთან. აი ზუსტად მათი წაქეზებული არის აი სამარცხვინო ისტერია, რომელსაც ეს პოლიტიკური ჯგუფები და მათი მოკავშირე NGO-ები უწყობენ ყველას, ვინც მათ ნარატივში არ ჯდება. ეს არის ბოლშევიზმი 100 წლის თავზე, მაშინაც ბოლშევიზმი უცხოეთიდან შემოვიდა საქართველოში და ახლაც თანამედროვე ბოლშევიზმი უცხოეთიდან წაქეზებით არის ქართული საზოგადოების აი ამ ჯგუფში დაბუდებული. უღურეთ ზოგადად ერთი რამე უნდა ითქვას, ერთადერთი ვინც ლეგიტიმაციას აძლევს ხელისუფლებას ეს გახლავთ ქართველი ხალხი და ამომრჩეველი, რომელიც 2 მილიონზე მეტი მივიდა 26 ოქტომბერს არჩევანის გასაკეთებლად, თავისი გემოვნებით გადაანაწილა პოლიტიკური წონა და ნახეთ, რომ 54%-მა ხელისუფლების მანდატი მისცა ქართულ ოცნებას. და ქართველი ხალხის არჩევანი და ქართველი ხალხის რეაქცია მას შემდეგ არის დასტური ამ ლეგიტიმაციისა. რაც შეეხება ამ ლეგიტიმაციის ძებნას სხვადასხვა განცხადებაში თუ ქმედებაში, ეს არის ოპოზიციის ვასალური მენტალიტეტის კიდევ ერთი წარმოჩინება. ისინი ჩვენი დამოუკიდებლობის 33 წლის თავზე ჩვენ ყავს აი ეს ჯგუფი პოლიტიკოსებისა, NGO-ებისა და თქვათ გარკვეული აქტიური პირებისა, რომელსაც აქვთ კვლავ საბჭოური ვასალური მენტალიტეტი, რომდესაც ისინი როგორც მაშინ ელოდნენ დასტურს მოსკოვიდან, ახლა ელიან დასტურს ბრიუსელიდან, ზოგი ვილნიუსიდან, თლათ ვინც ვასალური, თლათ ბოლომდე ვასალური განწყობა აქვს, ტალინიდანაც კი ელოდება ზოგიერთი ამ დასტურს. აი ჯგუფი ყავს და ამას უთხრა ზუსტად უარი ქართულმა ხალხმა 26 ოქტომბერს. მთელი საარჩევნო კამპანია ხომ ამაზე იყო. ჩვენ ხო ეს დავანახეთ ქართულ ხალხს, უпростоეთ ეს აუხსენით ქართულ ხალხს, რომ ქართული ოცნების საპირწონედ არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, ან ერთადერთი мотивация, რაც არის მისი, არის უცხოეთიდან წითელი ხალიჩების გაშლა, ხელის ჩამორთმევა, ლეგიტიმაცია, როგორც მათ უნდათ, და მათი პირადი პერსონალური ლეგიტიმაცია, როგორც პოლიტიკოსებისა. აი ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე, თქო ამას ვაფრთხილებით ჩვენ ამომრჩეველს. ამიტომაც მიიღო ქართულ ხალხმა ეს გადაწყვეტილება და ქართულ ოცნებას მისცა ხელისუფლების მანდატი და მათ ვისაც აქვთ ვასალური და მონური მენტალიტეტი არ მისცა ხელისუფლების მანდატი და არჩევნებიდან ლამის მეორე-მესამე დღეს დავინახეთ ზუსტად ამ ვასალური მენტალიტეტის მთელი კასკადი ოპოზიციის და მათი მოკავშირე NGO-ების მხრიდან, რომელსაც ქართველი ხალხი არაფერია. მათთვის ნული არის ჩვენი მოსახლეობა, მათთვის თავარი არის ესტონეთის პარლამენტის წევრი მას შეაქებს თუ არ შეაქებს, ლიტვის პარლამენტის წევრი შეაქებს თუ არ შეაქებს და ბრიუსელიდან რას ეტყვიან. აი ასეთი ჯგუფი პოლიტიკოსებისა ყავს ჩვენ, ასე რომ ლეგიტიმაციას აძლევს თავარი ეს არის ქართველი ხალხი, თუ კი ვინმე მაინც და მაინც, ვისაც მაინც და მაინც აინტერესებს სიმბოლიზმები და რაღაც ასე თქვა სურათები, ევროსაბჭოს გენომდივანი იმყოფებოდა პარლამენტში და ქონდა შეხვედრა როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს აი ამ დროშების ფონზე, თუ კი მაინც და მაინც უნდა ჩაიხედონ ეუთოოდირის დასკვნაში, სადაც სხვათა შორის ოპოზიციაც ეუთოოდირის დასკვნას სიტყვით მოხსენებული ყავს როგორც არჩეული ოპოზიციური წევრები პარლამენტის. სიტყვით აი 61 ადამიანი მოხსენიებულია როგორც პარლამენტის არჩეული წევრები. თუ კი ეს აინტერესებთ, ეს წაიკითხონ მაშინ და რაც შემდეგ უკვე აქედან გამოიტანონ დასკვნა. აი და გადმოვალაგეთ.
ზოგადად სანქციების ნაწილში თქვენ რა მოლოდინები გაქვთ? კიდევ ვიხილავთ თუ არა დამატებით სანქციებს, მათ შორის ქართული ოცნების ლიდერების მისამართი, თუნდაც რომ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ასე შემდეგ და ასევე მინდა დავეზუსტო ის საკითხი, ჩვენ ვიხილავთ გუშინ პრემიერ-მინისტრის მხრიდან რომ ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად იქნა დანიშნული, ხომ? აი ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად უფრო დაძაბავს თუ არა, თუნდაც ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის თქვენი მოლოდინები? უბრალოდ ყოვლის ეს არის კიდევ ერთი თავდასხმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმავალი ადმინისტრაციისა ქართულ ხალხზე სამწუხაროა რომ არჩევნებში დამარცხებული ადმინისტრაცია მის ბოლო დღეებს იყენებს იმისთვის რომ თავს დაესხას ქართულ ხალხს და მის ხელისუფლებას. ეს რა თქმა უნდა არის მძიმე ლაქა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, როდესაც განსაკუთრებით როცა საქმე ეხება ჩვენს სამართალდამცავ და უსაფრთხოების სისტემას. სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ ანგარიში, რომელიც შეეხებოდა უსაფრთხოების სისტემას, მათ შორის საქართველოში და შეეხებოდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და ვნახეთ განსაკუთრებული შექება ქართული საქართველოს სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემისა. ვის აქებენ იქ? იქ აქებენ შიდა საქმეთა სამინისტროს და მის მინისტრს. იქ აქებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს. იქ აქებენ სხვა პროკურატურას და მის ხელმძღვანელობას. მათ ეხება, მათი დამსახურება არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ის უწყებები მადლობას გვიხდიან, რომ საქართველოში არც ერთი ფაქტი არათუ ტერორიზმის არ დაფიქსირებულა, არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირება რეკრუტირებისა საქართველოს მოქალაქეებისა ტერორისტული ორგანიზაციებიდან და გახსოვთ თქვენ რა პრობლემები ქონდა წლების წინ საქართველოში ამ მიმართულებით და ზუსტად ამ ადამიანების ვახტანგ გომელაურის და სხვების დამსახურება არის, რომ საქართველოში უსაფრთხო გარემო არის არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ უცხოეთის მოქალაქეების, უცხოელი დიპლომატებისთვის და ყველასთვის, ვინც ჩვენი ქვეყნის სტუმარი არის. ამის ფონზე ასე ვთქვათ, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს არის ძალიან არასწორი დამოკიდებულება ქართული ხალხის მიმართ. აღარ გავიხსენებ სხვა რამეს იმ გვერდში დგომას, რაც ქართულმა ხალხმა დავანახეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკელ ხალხს, ამიტომ ეს გადაწყვეტილება უპირველეს ყოვლისა ეწინააღმდეგება ამერიკელი ხალხის ინტერესს და სამწუხაროა, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ ადმინისტრაცია, რომელსაც ლეგიტიმაციაზე, მომდევნო ლეგიტიმაციაზე უარი უთხრა ამერიკელმა ხალხმა, ამერიკელი ხალხის სახელით აზიანებს ქართულ ხალხთან ურთიერთობას. ეს გახლავთ სრულად ამერიკის შეერთებული შტატების წარმავალი ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა, როდესაც ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება. ჩვენ ამაზე გავლენა არ გვაქვს, ხედავთ რომ ეს არის კიდევ ერთხელ თვითნებური გადაწყვეტილება ადმინისტრაციის ბოლო დღეებში მათი ხელისუფლებაში ყოფნისა, რაც კიდევ ერთხელ აზიანებს ამ ურთიერთობებს, თუმცა ჩვენ ამას ასე ვთქვათ უყურებთ ზუსტად ამ პერსპექტივით. მნიშვნელოვანი არის ის, რომ იყო ეს მათ შორის ეს რაღაც სავიზო შეზღუდვების თუ სანქციების საკითხიც. ხედავთ ჩვენ რომ თვეების განმავლობაში მუქარის ინსტრუმენტად იყო გამოყენებული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, შიგნით თუ გარეთ. ეს მუქარა განხორციელდა და ვნახეთ, რომ საქართველოში ისევ ისე თენდება და ღამდება, როგორც აქამდე თენდებოდა და ღამდებოდა. საქართველო წინ მიდის, ჩვენი საზოგადოება წინ მიდის და რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებები ჩვენს ხალხს ვერ დააზიანებს. ერთადერთი რასაც აზიანებს ასეთი გადაწყვეტილებები, ეს არის მათი იმ ქვეყნების თუ ხელისუფლებების რეპუტაცია, რომლებიც ამგვარ გადაწყვეტილებებს იღებენ. ხო, ჩვენ ამას ვსაუბრობთ უკვე რამდენი ხანია, მათ შორის აი წელს, როდესაც ხალხა დავაინიცირეთ კანონპროექტი, თავიდანვე ვამბობდით შარშანაც და წელსაც, რომ მზად ვართ ვისაუბროთ, სულ რამდენიმე გვერდი არის ამ კანონპროექტში, ხო? მზად ვართ ვისაუბროთ თითოეულ მუხზე, თითოეულ პუნქტზე, თუ კი ვინმე ხედავს რაიმეს
პრობლემურს ამ კანონში, მზად ვართ ვისაუბროთ, განვიხილოთ, შევჯერდეთ და თუ კი საჭიროება იქნება, შესაბამისი კორექტირება გავაკეთოთ. რა იყო ამაზე პასუხი, ხო გახსოვთ? ყრუ კედელი ოპონენტების მხრიდან, რომლებიც გვგონენ, არავითარი დისკუსია არ მიიღოთ ეს კანონი. როცა მივიღეთ ეს კანონი, კვლავ ვამბობდით, რომ მოდით კიდევ ვისაუბროთ, რომელი მუხლი, რომელი პუნქტი, რომელი დებულება თქვენი აზრით არის პრობლემური და მზად ვართ, თუ კი ამ საკითხზე ვისაუბრებთ და შევჯერდებით, მოხდეს კორექტირება. აქაც აშენდა ყრუ კედელი, შიგნით თუ გარეთ, და იყოს და იმ მხრივ, რომ არავითარი შინაარსობრივი დისკუსია, არავითარი ევროპული მიდგომა, რომ განვიხილოთ საკითხები, პირდაპირ რუსულად გთხოვთ, რომ გააუქმოთ ეს კანონები, მოვითხოვთ, რომ გააუქმოთ ეს კანონები. ასე რომ აი ეს დამოკიდებულება იყო აქამდე და გუშინ პრემიერმაც აღნიშნა, რომ როგორც იქნა აღმოვაჩინეთ ერთ-ერთი წამყვანი პირი ევროპიდან, რომელმაც თავად გამოხატა იდეა და მზადყოფნა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით იყოს განხილვა და თუ კი რაიმე საჭიროება არის ამ კანონთან დაკავშირებით, ამაზე შევჯერდეთ. და ნახეთ, ეს რეაქცია აქედან იყო გამოწვეული. ნახეთ ჩვეულებრივ თავდასხმა ქართული პოლიტიკური სპექტრის მხრიდან და უცხოელების მხრიდან. აი დააკვირდით და ჩამოწერეთ სია იმ ქართველების, იმ უცხოელების, ვინც ამ დღეებში თავს დაესხა ამ ადამიანს ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს და პირდაპირ ნახავთ თქვენ ვინ ურევს საქართველოში სიტუაციას, ვის უნდა საქართველოში დაპირისპირება, ვის უნდა საქართველოში რომ მართლა მივიდეს სიტუაცია იქამდე, რომ ერთმანეთი დააზიანონ ადამიანება. აი პირდაპირ სია არის, რომელიც თვითონვე შექმნეს საკუთარი ასე ვთქვათ თავის მხილებით ადამიანების, რომლებსაც უნდათ საქართველოში არევა მდგომარეობის. ასე რომ კიდევ ერთხელ ჩვენ არათუ მზად ვართ, ეს ჩვენი იდეა იყო ყოველთვის და დღესაც მზად ვართ ყველასთან, ნებისმიერ ადამიანთან განვიხილოთ ამ კანონის ნებისმიერი დებულება. მათ შორის იცით რომ მთელი ასე ვთქვათ ამ საკითხზე მინდა ერთ საკითხს კიდე ხაზი გავუსვე. გახსოვთ რომ თქვენ ამ კანონთან დაკავშირებით მთელი არმაგედონი დასახეს, რომ თითქოს ეს იქნებოდა დასასრული საერთოდ ყველაფრის, აღარ დარჩებოდა ამ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაცია, რაღაც სერვისები შეეზღუდებოდა ამა თუ იმ ჯგუფებს. გავიდა უკვე რამდენიმე თვე, რაც ეს კანონი ამოქმოდა, 400 დაახლოებით 400 არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა ამ რეესტრში, სულ 100 ორგანიზაცია, რომელიც უარსამობს დარეგისტრირებას. უმრავლესობა დარეგისტრირდა ამ რეესტრში, აგრძელებენ ჩვეულებრივ საქმიანობას. არაფერი ამ ქვეყანაში არ ხდება განსაკუთრებული, ყველა ის ჯგუფი, რომელიც ამა თუ იმ სერვისს იღებს და მიიღებს კიდევაც და სახელმწიფო უზრუნველყოფს უპირველეს ყოვლისას, რომ არავის არც ერთ ჯგუფს იქნება ეს სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები, მოწყვლადი ჯგუფები, არავის არც ერთ სერვისთან დაკავშირებით რაიმე წვდომა არ შეეზღუდოს, ამის პირობას დებს სახელმწიფო და ამას უზრუნველყოფს სახელმწიფო. და გახსოვთ, რომ აი ამ მიზეზით არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქალბატონმა სალომემაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს, მოითხოვეს კანონის შეჩერება, როგორც დროებითი ღონისძიება და კანონის განხილვა. ეს კანონი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში არის განხილვის ფაზაში. თუ კი რაიმე კონსტიტუციასთან შეუსაბამო არის, ამას საკონსტიტუციო სასამართლო დაადგეს. მაგრამ ნახეთ, რაზე ქონდათ პანიკა, რომ არა, დღესვე უნდა შეჩერდეს, თორე ინგრევა ყველაფერი. საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა კანონის მოქმედების შეჩერებას და გახსოვთ თქვენ ქალბატონის სალომეს პირდაპირ თავდასხმა, პიროვნული თავდასხმა მოსამართლეებზე, სადაც მათ მონები უწოდა და სამ მოსამართლეს არ უწოდა, მხოლოდ მონა და თქვა რომ თქვენ კარგები ხართო. შემდეგ რო იყო ახლა სხვა გადაწყვეტილება, იმ სამი მოსამართლედან ერთმაც რომ სხვა პოზიცია დაიკავა, ვიდრე ქალბატონ სალომებს ჰქონდა არჩევნებთან დაკავშირებით, იმ ერთიც მიაყოლა და იმასაც მონა უწოდა. აქაც სხვა ჩვენებს სად არის მართლა მისი როგორ არის მისი მორალური კომპასი მოწყობილი. მაგრამ რას მინდა ხაზი გაუსვა. საკონსტიტუციო სასამართლო უარი თქვა შეჩერებაზე, ამის გამო გამოაცხადეს ყველა მონებად მოღალატება და ასე შემდეგ, რაც გვახსოვს კარგად ესეთი მენტალიტეტის ხალხი. მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს 3 თვის წინ თუ არ ვცდები, დღემდე კომუნიკაცია არ განხორციელებულა იუსტიციის სამინისტროსთან სტრასბურგის მხრიდან, რაც გულისხმობს, რაც ნიშნავს იმას და ამას მალავს საია და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მოუწოდებ, რომ თავად განაცხადონ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ გაურბიან ამ საკითხს საუბარს, რომ ის რომ 3 თვის თავზე
არანაირი კომუნიკაცია არ არის მთავრობასთან და არც რაიმე გადაწყვეტილებას ვხედავ სტრასბურგიდან, მიანიშნებს, რომ როგორც ჩანს ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც ასე ვთქვათ, დიდი ხმაურით შეიტანეს სტრასბურგში განაცხადი და ასე შეაჩვენეს საკონსტიტუციო სასამართლომ, რომ არ შეაჩერა კანონის მოქმედება, როგორც ჩანს, მათ სტრასბურგში დროებითი ღონისძიება ან არ აქვთ მოთხოვნილი საერთოდ, რომ შეჩერდეს კანონი. ან მოთხოვნილი ჰქონდათ და უარი მიიღეს ამასთან დაკავშირებით. და საინტერესოა, რომ ეს გაირკვეს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უთხრას მოქალაქეებს, ხო, იმათ სახელი თუ გველაპარაკებიან. აქვთ თუ არა, ჰქონდათ თუ არა მოთხოვნილი დროებითი ღონისძიების სახით კანონის შეჩერება. თუ არ ჰქონდათ მოთხოვნილი, მაშინ რა პანიკა ჰქონდათ აქ დათესილი, რომ არ იქა ეს კანონი ამოქმედდება და დაინგრევა ქვეყანა, რატომ ყავდათ პირადი შეურაცხყოფის სუბიექტად, ობიექტად, რატო გახადეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, მაშინ, როდესაც აღმოჩნდა სტრასბურგის სასამართლოს თურმე ან არ მიმართეს დროებითი ღონისძიების სახით, ამითი საკუთარი უსუსურება დაადასტურეს. ან შესაძლოა მიმართეს და უარიც კი მიიღეს ამასთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო უარესი იქნებოდა. ამიტომ აქაც ჩანს, რომ ამ კანონთან დაკავშირებით ბევრი სალაპარაკო არაფერი არ არის. ორ რამეს ვიტყვით. ორი განზომილება. თუ კი ამ კანონს პირველი, ეს კანონი მოქმედებს, ქვეყანა კვლავ ყოველდღე ვიღვიძებთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში თუ სოფლებში, გეოგრაფიულად არსად არ გადაადგილებული ეს ქვეყანა, მიუხედავად იმ სამარცხვინო ნარატივის, რასაც ქალბატონი სალომე დღეგამოშვებით, უცხოური მედიის საშუალებით საქართველოს ქართველ ხალხს აბრალებს რუსობას და რა ვიცი, ასე შემდეგ. და მიუხედავად ამისა, არაფერი არ ხდება, ეს ერთი და ჩვეულებრივ მიდის საქმიანობა მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს და მეორე, თუ კი რაიმე სამართლებრივი შეუთავსებლობა აქვს ამ კანონს საქართველოს კონსტიტუციასთან ან ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან, ერთგანაც არის სასამართლო განხილვაში საკონსტიტუციო სასამართლო და მეორეგანაც არის სტრასბურგის განხილვაში. აგერ სასამართლო, აგერ მხარეები და საბოლოო ჯამში გაირკვევა რა შეესაბამება ადამიანის უფლებების სტანდარტებს, რა შეესაბამება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. და ის პანიკა და ისტერია, რომელიც დათესეს შარშან ჯერ კიდევ მარტში და პირველად საქართველოს ისტორიაში მოლოტოვის კოქტეილი ასროლინეს ადამიანს, ციხეში გაუშვეს, შემდეგ ამის რომანტიზებას აკეთებდნენ უცხოური დაფინანსებით და შეიწყარეს ადამიანი, რომელიც წვავდა პოლიციელს. ამის შედეგი იყო შემდეგ, რომ წელს ეხლაც ზუსტად ამ ხალხმა დათესა ისტერია და თუკი შარშან ერთმა ისროლა მოლოტოვის კოქტეილი, წელს ხუთმა ისროლა მოლოტოვის კოქტეილი და ცოცხლად წვავდნენ პოლიციელებს. და ეხლა ამის შემდეგ გამოდიან ზოგიერთი ბრიუსელის ჩინოვნიკები თუ ევროკავშირის სხვადასხვა პოლიტიკური პირები გამოდიან და ქართველი პოლიციის დაწვას ეძახიან, პროტესტის მშვიდობიან გამოთქვა. სირცხვილი არ არის, როდესაც ბრიუსელიდან ვილნიუსიდან, ტალინიდან თუ სხვა დედაქალაქიდან ქართველი პოლიციის დაწვას ტაშს უკრავენ და ამას პროტესტის მშვიდობიან გამოხატვას ეძახიან. თან როცა ამ ბოთლებს, მოლოტოვის კოქტეილებს, მაშხალებს და ქვებს ესვრიან მათი დაფინანსებული ადამიანები, ვინც სხედან ხელფასზე ევროკავშირის თუ ევროპული სხვადასხვა ევროპული ფონდის ხელფასზე ვინც სხედან, ზუსტად იმ ხალხმა დაუშინა ქვები პოლიციას. ასე რომ ნაცვლად იმისა, საკუთარ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ და ქართველ ხალხს ბოდიშს უხდიდნენ, რომ მათი დაფინანსებული ადამიანები დღეს ქვებს ესვრიან პოლიციელებს, გამოდის ზოგიერთი პოლიტიკოსი თუ ბიუროკრატი ბრიუსელიდან და საუბრობს იმაზე, რომ ადამიანის დაწვა არის თურმე მშვიდობა. არ ვიცი ხა ეს რა სტანდარტში უნდა ჩაჯდეს საერთოდ. ანუ ოპოზიციისთვის პოლიტიკური გზები არის მიუღებელი გზები. ვინაიდან ჩვენ საქმე გვაქვს უკვე ექსტრემიზმში გადაზრდილ ჯგუფებთან. ექსტრემისტულ ჯგუფებთან, რომლის ექსტრემიზმი ჩვენ გუშინ ვიხილეთ პირდაპირ. რა დიალოგზია საუბარი მათი მხრიდან, როდესაც ადამიანმა რომელმაც სიტყვა დიალოგი ახსენა და პოლიტიკურ ჩარჩოებს და ასე ვთქვათ მოქმედება ახსენა, პირდაპირ თავს დაესხნენ ზიზღით,
რუსეთის აგენტად გამოცხადებით და თავის ამათ წარმოდგენაში უფროსობასთან უჩივლესთან, ასე ვთქვათ, წერილი მიწერეს ევროსაბჭოს, რომ განიხილეთ ეს ადამიანი დასაჯეთ, ასე ვთქვათ, მოკვეთეთ და შეაჩვენეთ. აი ნაცობა როგორც ასეთი, ხო? სხვა რამე კი არ არის. აქ ესა ჭელა-ჭულა სახელებს რო ირქმევენ ესათვის პარტიები და ფერების შერჩევაში არიან, რომელ პარტიას რომელი ფერი შეურჩიონ, წითელ-ყვითელ მწვანეში რო არიან. საერთო ჯამში ერთია მათი იდეოლოგია. ეს არის ბოლშევიზმი, რომელიც არის საფუძველი მათი იდეოლოგიისა და ეს გამოავლინეს პირდაპირ ამ ადამიანთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, თავდასხმებით, პერსონალურ თავდასხმებით და რუსეთის აგენტად გამოცხადებით. ეს ის ხალხია, ეს იდეოლოგია, ქართული იდეოლოგია კი არ არის. ეს იდეოლოგიაც არის გარედან შემოტანილი. ეს იმ იდეოლოგიის მატარებლები არიან, ვინც ტრამპსაც ხადებდნენ კრემლთან დაკავშირებულ ადამიანს. ხო გახსოვთ? ტრამპი არ ყავდათ ესე შეჩვენებული ასევე ამერიკულ პოლიტიკურ გარემოში, მას ეძახდნენ აგენტს. ილონ მასკს ეძახდნენ, რუსეთთან დაკავშირებული იყო. სხვა ბევრს ვინც ეს ევროპაშიც დააკვირდით, როგორც კი ვინმე იტყვის რაღაც კრიტიკულ მოსაზრებას, პირდაპირ მიაკერებენ, შენ ხარ რუსეთის აგენტი, კრემლის ნარატივი, ასე შემდეგ. აი ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც დღეს ჩვენ გარკვეულ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, ლანდშაფტში გვაქვს და ამის ნაწილია დღეს და ამიტომ საუბრობ ჩვენ, რომ უცხოეთიდან მართული ქართული ოპოზიცია, რომელიც ამ ინსტრუქციით მოქმედებს. ვიღაცა არ მოგეწონება, ვიღაცა აცდება შენ მესიჯს იმავე წამს თქვი, რომ ეს არის კრემლის აგენტი და რუსეთთან დაკავშირებული პირი. ადამიანი, ვინც ბატონი ბერსე, ვინც შვეიცარიის პრეზიდენტი იყო ორჯერ. შვეიცარიის პარლამენტის წევრი იყო წლების განმავლობაში და არის ევროსაბჭოს გენერალური მდივანი. ამ ადამიანს აბრალებენ რუსეთის აგენტობას და გეტყვით რატომაც აბრალებენ. ნაციონალური მოძრაობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი იყო და მის წინააღმდეგ მისცა ხმა, როდესაც არჩევნები იყო. და იცით ვის დაუჭირა მხარი ნაციონალური მოძრაობა? ბატონ დიდიე რეინოლდს, რომელიც გახლდათ ევროკავშირის კომისარი მართლმსაჯულების საკითხებზე, რომლების წინააღმდეგ დღეს მიდის გამოძიება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით, გაჩხრიკეს მისი ბინა, ამოიღეს ნაღდი ფული, რომლის წარმომავლობაც ის ვერ ადასტურებს და რომლის წინააღმდეგაც მიდის გამოძიება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. ეს ადამიანი ევროკავშირის კომისარი, აი 1 დეკემბრამდე იყო კომისარი მართლმსაჯულების საკითხებზე. მეც მქონდა მასთან შეხვედრა, ეს ადამიანი მე მიხსნიდა ქართული მართლმსაჯულება როგორ უნდა მოგვეწყო, რას ნიშნავს სამართლის უზენაესობა, კანონიერება, აღმოჩნდა რომ ადამიანს ველაპარაკებოდი, რომელზეც გამოძიება მიდის ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. აი ასეთი ეს ადამიანი შეხვდა შემდეგ ზურაბ ადეიშვილს, მათ შორის, როდესაც ის იმყოფებოდა ბრიუსელში. აი ეს ადამიანები, ზუსტად ესეც კარგი ფაქტია, რომ ეს ადამიანი იყო მხარდაჭერილი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კანდიდატურად. ესეც აჩვენებს თუ რა ქსელთან, რა კავშირებთან აქვს საქმე, ადამიანი, რომელიც ფულის გათეთრების ბრალდებით მიდის გამოძიება, აქ მემასწავლი და რა არის მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა და თურმე ასეთი ბრალდებით ქვეშ მყოფ ადამიანთან მქონდა საუბარი და შემდეგ ზურაბადეიშვილს ესაუბრებოდა თურმე კანონის უზენაესობაზე. აი ეს არის მათი ქსელი. ეს არის ის, რასაც ჩვენ ევროპარლამენტში ვხედავთ, ის კორუფცია, რომელიც დადასტურდა, პოლიტიკური კორუფცია, რომელიც დადასტურდა იმით, რომ თურმე ამერიკელი ლობისტები წერენ ევროპარლამენტის რეზოლუციას. აბა სხვა როგორ ვერც ახსნიდა ადამიანი და კიდე კარგი რომ ამერიკის რეესტრში, უცხო აგენტების რეესტრში ვნახეთ პირდაპირ ხელშეკრულება, რომლითაც პირდაპირ ეწერა მის ანგარიში, რომ ლობისტებმა ელაპარაკებოდნენ ევროპარლამენტის წევრებს და უწერდნენ მათ რეზოლუციის პროექტებს და საბოლოოდ ვნახეთ როგორ აღმოჩნდა კეზერაშვილის გვარი, საერთაშორისო კრიმინალის გვარი, როგორ აღმოჩნდა ევროპარლამენტის რეზოლუცია, საბოლოოდ თავი შეირიცხვინა ევროპარლამენტმა ამ რეზოლუციით. ხო, რაც შეეხება დიალოგს, კიდევ ერთხელ უყურეთ ამ არჩევნების შედეგად ოპოზიციას აქვს 61 მანდატი 150 მანდატიდან გულისხმობ იმ 4 პარტიას, რომელიც დღემდე არ შემოდის, აქვს 61 მანდატი. და დღესაც ისინი, მათ შორის ეუთო ოდირის დასკვნაში აღნიშნულია, რომ არიან პარლამენტის არჩეული ოპოზიციური წევრები. პოლიტიკური დებატი, პოლიტიკური დისკუსია, პოლიტიკური ბატალიების
ერთადერთი ადგილი დემოკრატიაში არის პარლამენტი. მათ აქვთ 61 მანდატი ამ 4 პარტიას შემოვიდნენ პარლამენტში და თუ რამე სათქმელი აქვთ თქვან აქ ტრიბუნასთან ან თუ უნდათ საპარლამენტო კორიდორებში განხილვის დროს. მაგრამ საქმეც ეს არის, ისინი ხო შინაარსში არასდროს არაფერში არ შედიან, ვინაიდან სათქმელი არაფერი არ აქვთ, მათ სინამდვილეში აქვთ უბრალოდ დავალება არიონ ქვეყანა და რაიმენაირად ძალადობრივი გზით, ვინაიდან დემოკრატიული გზით ისინი ხელისუფლებაში ვერ ბრუნდებიან და ხალხი უარს ეუბნება მანდატზე, ძალადობრივი გზით ხელში ჩაიგნონ ძალაუფლება. მინდა გითხრათ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან და იქართან დაკავშირებით ცოტა ბრიფინგი. 13 ამბობენ, რომ 13-დან 11 პუნქტი აქვს დაგმაყოფილებული, 2 კი ნაწილობრივ დაგმაყოფილებულია, იქარში რეგისტრაცია უკვე შეჩერებულია და აპირებენ გასაჩივრებას, დიპლომებს აქვთ არემუქრება დიპლომები. პირველი ამ ორგანიზაციის წევრობა არის კარგი, მაგრამ კიდევ ერთხელ არანაირი კავშირი ამას დიპლომების აღიარებასთან თუ სხვა პრაქტიკულ საკითხებთან, რომელიც მნიშვნელოვანი არის სტუდენტებისთვის და უმაღლესასწავლებლო არ აქვს. ასე რომ ესეც ტყუილი, რომელსაც ცდილობენ რომ გააცნონ. რაც შეეხება ამ შეჩერებისთან და დაკავშირებულ საკითხს, ეს ჩვენთვის ცნობილი იყო. ამიტომაც წელს საქართველოს ვინაიდან ეს გახლავთ საკანონმდებლო საკითხი, რომელიც ამ ორგანიზაციის წარმოდგენით არ შეესაბამება გარკვეულ სტანდარტს, არაფერი განსაკუთრებული არ არის სხვათა შორის, საკითხია იმაზე თუ ამა თუ იმ ასე ვთქვათ დანიშნებთან დაკავშირებით როგორ უნდა იყოს საკანონმდებლო რეგულაციები და არაფერი განსაკუთრებული აქ არ არის, ეს ჩასწორდა ეს საკანონმდებლო ხარვეზი ის რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნებოდა, ამიტომაც გამჭვირთეთ ეს წინასწარ და ვინაიდან ჩვენ ქონდა განათლების სამინისტროს კომუნიკაცია და ეს ხარვეზი ჩასწორდა კანონში, ამიტომ განათლების სამინისტრო გასაჩივრების მექანიზმი არსებობს, გასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება 2023 წლის მდგომარეობით საქართველოს კანონმდებლობას 2023 წლის მდგომარეობით. დღეს რასაც საუბრობს, ეს უკვე დღეს აქტუალური აღარ არის, იმიტომ დღევანდელი კანონმდებლობა სხვანაირად გამოიყურება. ამიტომ გაასაჩივრებს და მოკლე ვადები არის, როგორც ვიცი და იმედი მაქვს, რომ ამის შედეგად ეს ყველაფერი უკვე დაუბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას, თუმცა კიდევ ერთხელ არანაირი პრაქტიკული გავლენა ამას სტუდენტებზე, დიპლომებზე თუ ასე შემდეგ არ აქვს, ენქასწევი საერთოდ არ ვიყავით, როდესაც დიპლომები უკვე დიდი ხანია აღიარებული არის ჩვენი ევროპაში. სულ რამდენიმე წელია რაც ენქასწევრებოდ. ხო, როგორც ევროკავშირის საგარეო საკითხების კომისარმა ქალბატონმა კალასმა განაცხადა, ქალბატონ სალომის ვადა 29 დეკემბერს ეწურება იმით, რომ 29 დეკემბერს შედგება არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია და საქართველოს ეყოლება ნამდვილად პატრიოტი ადამიანი, რომელსაც ექნება ძალიან მძიმე ამოცანა, რომ აი ამ რთული ამოცანა, რომ ამ მძიმე დაზიანებების შემდეგ რაც პრეზიდენტის ინსტიტუტს მიადგა განსაკუთრებით ბოლო პრეზიდენტის ხელში, რომელიც აბსოლუტურად საკუთარ უკანა ეზოთ აქცია პრეზიდენტის ინსტიტუციაც და ადმინისტრაციაც და საერთოდ რაისაც პრეზიდენტთან არის დაკავშირებული, ექნება რთული ამოცანა, რომ ეს მძიმე ზიანი აღმოიფხვრას და საქართველოს მართლაც იამაყოს როგორც თავად პრეზიდენტით, ისე პრეზიდენტის ინსტიტუტით. რაც შეეხება თავად ინაუგურაციას, შედგება 29-ში საქართველოს პარლამენტის სასახლეში და რა თქმა უნდა, ეს ისტორიული მომენტიც იქნება, ვინაიდან ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია მოხდება და ამ მხრივ ცერემონიულადაც იქნება, რა თქმა უნდა, პირველი ისტორიაში და დარჩება ჩვენს ისტორიაში როგორც მნიშვნელოვანი ეტაპი, როდესაც მათ შორის აი ამ არჩევნებით საქართველოს საბოლოოდ დამკვიდრდა საპარლამენტო რესპუბლიკად.
ავიცი ხა მათი ასე ვთქვათ ისტერია ხედავთ რაშიც მდგომარეობს ალბათ ასეთ ისტერიაში დარჩებიან მაგრამ რეალობა ისეთი ცხადი რამეა და ჭეშმარიტება ისეთი რამეა რასაც საბოლოო ჯამში თვალს ვერავინ აარიდებს როგორც მოუწიათ 2012-ში ეღიარებინათ საკუთარი დამარცხება, როგორც 2016-ში მოუწიათ ეღიარებინათ, როგორც 2020-ში მოუწიათ ეღიარებინათ, ახლაც სხვა გამოსავალი რა აქვთ. ქართული ხალხის წინააღმდეგ ვერ წავლენ. ეს არის მთავარი გალავანი, რომელსაც ეჯახებიან ქართული ხალხის შიდა და გარე მტრები. ყველაფერს ის შერყევას ცდილობენ და ნაწილობრივ შეუძლიათ ხოლმე ამა თუ იმ ჯგუფში ზოგან დაბნეულობის შეტანა, ზოგან ეჭვების შეტანა, ზოგან ისტერიის შეტანა, სხვადასხვა ჯგუფებში, მაგრამ საერთო ჯამში ვერ შეაქვთ ეს ხინჯი ქართულ ხალხში. და საბოლოო ჯამში მათი ყველა მცდელობა რომ ძალადობით დაამხონ ხელისუფლება და საქართველოს სათავეში დაამყარონ დასვან მარიონეტი ხელისუფლება, რომელიც უცხოეთიდან იქნება მართული, საბოლოო ჯამში შუბს იმტრევს იმ კედელზე, რომელიც ქართულ ხალხს აქვს აშენებული საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად. მადლობა.